მეგობრებო, საერთო გაშლა უნდა გაგიკეთოთ. ახლა ესეთი თემა იქნება და ეს თემა არის თქვენგან წამოსული. თქვენი ერთ-ერთი თხოვნები იყო ასეთი. ვიპოვით თუ არა დაკარგულსო. დაკარგული შეიძლება თვლიდეთ ნივთი, ადამიანი, რაღაცა პერსპექტივა. ვისაც რა გაქვთ დაკარგული, ნებისმიერი რამ. იმისთვის რომ გავიგოთ რამდენად თქვენზე ეს გაშლა და თქვენია, რა ენერგიებში ხართ ახლა თქვენ, რომ გავიგოთ რამდენად თქვენია. ბოლომდე უყურეთ ყველა ვარიანტში და მოწონებები და თქვენი გულები და კომენტარები არ დაგეზაროთ, არ დაგავწყდეთ. ენერგიები გაქვთ ძალიან საინტერესო. მეორე მაღალი არკანი ამოდის გურუმი ქარი, რომელსაც აქვს მესამე თვალი, რაღაცნაირი ასტროლოგიური ცნობადობა, ეზოთერიული ნიჭი, რაღაცა მისტიურობები, ეს იქნება ჰოროსკოპების მიმართ დამოკიდებულება შენი თუ ეზოთერიკის მიმართ საერთოდ დამოკიდებულება პრინციპში. ესეთი გათვითცნობიერებული ამ ქვეყანასა და იმ ქვეყანას შორის რაღაცა საიდუმლოებების და მისტიურობების ამოხსნის მომენტი გაქვთ. შესაძლებელია ასევე ამ კარტით ამ გაშლას უყურებდეთ ჩემი კოლეგები, ტაროლოგები, ნუმეროლოგები, ფსიქოლოგებიც, ფსიქოთერაპევტებიც, ის ადამიანები, ვისაც მისტიურობასთან, ეზოთერიკასთან გაქვთ კავშირი, ასე ვიტყოდი. კავშირი თუ არ გაქვთ და ასეთი არ გრძანდებით, ყველა ვარიანტში ეს არის ის ადამიანი, ვისაც აინტერესებს ეზოთერიკა, ჰოროსკოპები, ტაროლოგია, ნუმეროლოგია, რაღაც საიდუმლოებების მიმართ, აი დამოკიდებული პიროვნება, მოკლედ რო ვთქვათ, ყველა ვარიანტში და შეყვარებული ადამიანი ხართ. ეს არის ადამიანი 2.100, რომელიც გრძნობს რაღაცის მიმართ სიყვარულს, ვიღაცის მიმართ სიყვარულს და ასე ვთქვათ ემოციურ ფონს, რომელიც ძირავს, აი ეს სიყვარული გძირავთ თითქოს რაღაცნაირად ეჭვიანობის მდგომარეობაში გაგდებთ, დამოკიდებულს გხდით, გრძნობების მიმართ ძალიან გრძნობიარე ხართ ამ პიროვნების მიმართ, ამ სამუშაო თემატიკას თუ განვიხილავთ, ამ სამსახურის მიმართ ძალიან გრძნობიარე ხართ. გამოვლინება გაქვთ ისეთი, რომ აი გინდათ წინასწარ თუნდაც აი ამ თქვენი შეგრძნებებით და ეზოთერიკის მიმართ დამოკიდებულებით, თქვენი ნიჭით გააანალიზოთ წინ რა გელოდებათ და როგორ შეიძლება განვითარდეს ეს მდგომარეობა თქვენ საყვარელ პიროვნებასთან, ამ მდგომარეობასთან მიმართ, რომელშიც ახლა თქვენ 7-იან ჟეზლით ბრძანდებით, სამუშაო რეჟიმია ეს, ხშირად შეიძლება წარმოადგენდეს ამ გაშლის მაყურებლისთვის იყოს ისეთი მომენტი, რომ აი სამუშაოს რეჟიმში ბრძანდებით და მაშინ ამოვიდა ეს ვიდეო, ასე ვთქვათ, რეკომენდაციაში თქვენთან რაღაცა 6 პრობლემაზე, 6-ვე ჟეზლზე მაღლად გეხართ, რაღაცა პრობლემაზე მაღლად გეხართ, სულიერად შვიდდებით. ასტროლოგია იქნება ეს, ეზოთერიკა იქნება, ტაროლოგია, ნუმეროლოგია, ეს ყველაფერი გამშვიდებთ სულიერად და გაბალანსებთ. თუმცა წარმოდგენილია კიდევ ერთხელ მაგი, ძალიან დიდი ალბათობით ეს გაშლა იქნება სწორედ ასეთი ადამიანებისთვის, მაგებისთვის, ტაროლოგებისთვის, მოგესალმებით. და ესეთი ჩახედული აი ამ სფეროში ადამიანებისთვის. აი ესეთი ენერგეტიკა გაქვთ მეგობრებო, თუ ტაროლოგი, მაგი და ეზოთერიკოსი, ასტროლოგი, ნუმეროლოგი, არ ვიცი, ფსიქოლოგი არ ბრძანდებით, მაშინ ეს თემატიკა თქვენთან არის ძალიან ახლოს, ძალიან ინტერესში გაგდებთ და დამოკიდებულს გხდით, ასე ვთქვათ, ამ თემასთან დაკავშირებით და ბევრი რაღაც ამ თემებით გინდათ ამოხსნათ, აი სწორედ თქვენ სიყვარულთან მიმართებაში, თქვენ საყვარელ ადამიანთან მიმართებაში, თქვენ სიყვარულის ობიექტთან მიმართებაში, აი ესეთი რეზონირება მაშინ ენერგეტიკული თქვენთან მიმართებაში. თუ ემთხვევა, წავიდეთ, გავიგოთ, ესე იგი, იპოვით თუ არა დაკარგულს. პირველ რიგში დაკარგული რა გაქვთ, ეს თქვენ თვითონ იცით, ვინ გყავთ, რა გყავთ, არ ვიცი, ნივთი გაქვთ, შეიძლება ზოგმა ოქროს რამე ნივთი დაკარგეთ და ამას ეძებთ. იმპერატორიო მეუბნებიან, არანაირი ოქროს ნივთიო, არანაირი სამუშაო, არანაირი ფულიო, იმპერატორზე აქ საუბარი. იმპერატორი არის
როგორც წესი, მეუღლის კარტი ეს შეიძლება იყოს თქვენი მეუღლებისთანაც ახლა ძალიან ესეთ შეყვარებულ რეჟიმში გრძნობთ თქვენ თავს, ეს შეიძლება იყოს ასევე ვიღაცის მეუღლე. იმპერატორი ყველა ვარიანტში ეს არის ადამიანი მეუღლე, რომელსაც ფიქრობთ თქვენ, რახანის გაშლა გვაქვს ასეთი რომ დაკარგულს ვიპოვი თუ არაო, რომ თქვენი იმპერატორია დაკარგული შეიძლება თქვენი მეუღლე კონკრეტულად, ან ვინმეს მეუღლე არის თქვენთან მიმართებაში დაკარგული, არანაირი ნივთზე და არანაირი ფულზე და სამსახურზე და სხვა რაღაცებზე აქ არ არის საუბარი, აქ არის კონკრეტულად პირველივე სამი ტრიპლეტიდან 200-ით პრინციპში უკვე ჩანდა რომ სიყვარულთან დაკავშირებით არის ეს ამბავი, ასევე იმპერატორი ხშირად არის უფროსის კარტი, მენეჯერის კარტი, წარმოების დირექტორი, არ ვიცი, შეფასეს უფროსი, მართველი, ვისაც ასე ვთქვათ, ექვემდებარება რაღაც კატეგორიის ხალხი. ოჯახს შიგნით იქნება ეს იმპერატორული მისი ბრძანებულება თუ სამსახურში, ყველა ვარიანტში შესაძლებელია კარგ თანამდებობას იკავებდეს უბრალოდ ადამიანი, მის სიტყვას წონა აქვს, ფასი აქვს და არც არავინ ეწინააღმდეგება, ვერ ეწინააღმდეგება. ძალიანაც რომ უნდათ მის ნათქვამს ისეთი წონა აქვს. შვიდად ნათქვამ ერთი სიტყვაც კი ყველასთვის გასაგები ხდება. ამ იმპერატორთან დაკავშირებით შეხლა შემოხლა და კონკურენციას ჰქონდა და აქვს ადგილი ამ თემასთან დაკავშირებით შესაძლებელია დიდი პერიპეტიებია. ვიღაცისთვის შეიძლება სამუშაო რეჟიმი იყოს, იმიტომ რომ ჟეზლები ხშირად სამუშაო რეჟიმს აჩვენებს. კონკურენცია სამუშაო რეჟიმში, ესე იგი, იმპერატორის გულის მოსაგებად და თქვენ გასამარჯობლად. აი ესეთიც იქნება, თუ დაკარგული გაქვთ იმედი იმასთან დაკავშირებით, რომ დაგაწინაურებენ სამუშაო თემატიკაზე. ამ თემასთან დაკავშირებით პაუზაში იმყოფებით გმიჩვენებენ და კიდევ ბევრი უნდა ისწავლოთ ჯერჯერობით კონკრეტულად რა თემას შეეხება თქვენი სამუშაო და დეპრესიაში კი არ ჩავარდეთ. გამოთალოთ თქვენი ხელი, თქვენი ოსტატობა სამუშაო რეჟიმთან დაკავშირებით და დაელოდოთ რაღაც პერიოდი, ანუ დეპრესიაში ნუიგდებთ თქვენ თავს, თუ ასეთი ადამიანები ხართ სამუშაო რეჟიმს შეეხებოდა ეს თემატიკა. კონკრეტულად საყვარელ პიროვნებას და იმპერატორს რაც შეეხება, კონკურენცია ამასთან შესაძლებელია ბევრი ადამიანის ცდილობს მის გულის მოგებას ბევრი თაყვანისმცემელი იყოს, მოდი ესე ვთქვათ, სადაც თქვენ გინდათ რომ ეს 6-იან ჟეზლით თქვენ იყოთ გამარჯვებული, თქვენი გვირგვინი დაიდგათ თავზე გამარჯვებული მეომრის და მისი გული მოიგოთ, რაღაცა ისეთი გააკეთოთ აი ამ კონკურენციაში, სადაც გამარჯვებული თქვენ იქნებით. იპოვით თუ არა საბოლოო ჯამში, აი ამ თქვენ იმას რაც დაკარგეთ. თქვენი დანგრეულის ასე ვთქვათ, ურთიერთობა იქნება ეს სამუშაო რეჟიმზე, პერსპექტივა იქნება დაწინაურების, ახალი სამუშაო რეჟიმი იქნება რაღაცა იმპერატორთან დაკავშირებული, რომელიც დაგენგრათ, ოცნებები დაგენგრათ და ურთიერთობა დაგენგრათ, ასე ვიტყოდი, ამ იმპერატორთან დაკავშირებით, სადაც ახლა თქვენ ფეხები ნაკლებად ჩანს ამ კარტში, მაგრამ ჟუიან ხმალში ხშირად ფეხებით შეკრული აქვს ტრადიციულ ტაროში ამ ადამიანს ხელები ახვეული, ცუდი ფიქრები, ჭორები, ცუდი, ნეგატიური ადამიანები უქმნიან კიდევ იმ სიტუაციას, რომ ფიქრობს, რომ არაფერი გამოსავალი არ იქნება აქედან, სამყაროსგან შანსი გექნება. ტურს პენტაკლის სამუშაოს რეჟიმში, ვინც ჩაიფიქრეთ, გეტყვით და ფული ვინც დაკარგეთ იმ ადამიანებსაც გეტყვით, რომ ნაკლებია ეს პროცენტულად, მაგრამ მაინც ვინც ხართ მომდის და ინფორმაცია და გეტყვით, რომ ამას იპოვით იმ ნივთს, თქვათ, თუ დაკარგეთ ნივთი, იპოვით იმ თანხას, თუ დაკარგეთ, ვინმეს ასესხეთ და დაბრუნების რეჟიმი გეგონათ, რომ დაკარგეთ, მოგეცემათ ეს, დაგიბრუნდებათ რაღაც პერიოდის შემდეგ, ერთი თვე, ზოგისთვის ერთი წელი შეიძლება გასტანოს, ვინც ურთიერთობაზე დაკარგეთ ეს იმპერატორი, გეტყვით, რომ სამყაროსგან შანსი იმისი, რომ დაბრუნდეს ეს ადამიანი თქვენ ცხოვრებაში გექნებათ და გამარჯვების შესაძლებლობას მიიღებთ, ვინც სამუშაო რეჟიმზე, ასე ვთქვათ, დაწინაურებაზე ფიქრობდით, რომ დაკარგეთ შანსები იმისი, რომ თქვენ აგირჩიონ ამ კონკურენციაში და თქვენ დაგაწინაურონ და თქვენ მიიღოთ ეს სამუშაო რეჟიმი, ამასაც გეტყვით, რომ ნუიტირებთ წარსულზე, რომ წარსულში რატომ არ დამაწინაურეს, ამის შანსები გექნებათ და გამარჯვების, ასე ვთქვათ, ლეველზე ახვალთ თქვენი ცხოვრების ვარსკვლავს მიაღწევთ, ასე ვთქვათ, ყველაფერი თქვენ ხელშია.